იოენსუს აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტმა მართლმადიდებლური საეკლესიო მუსიკის მე-11 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, რომლებშიც რა თქმა უნდა ჩვენი გალობის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები მონაწილეობდნენ და თემაზე სასაუბრად სწორედ შემოგვიერთდნენ გალობის უნივერსიტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბატონი ზურაბ წკრიალაშვილი და სტუდენტები გვანცა მაისურაძე და ანა თანდილაშვილი. დილამშვიდობის მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. დაგახვედრეთ. ფანტასტიკური. აკლიმატიზაცია. განწყობა გაგრძელებული იყო. რაც შეეხება, მოდით ვისაუბროთ მნიშვნელოვანი კონფერენციის შესახებ. ბატონ ზურაბ, თავდაპირველად რა თქმა უნდა თქვენგან დავიწყებთ საუბარს. როგორ მოხდა ამ კონფერენციაში ჩართვა, მე რამდენად იღებს გალობის უნივერსიტეტი მონაწილეობას და შემდგომ უკვე ვისაუბროთ იმ თემებზე, რა თემებითაც წარსდგით. დიახ, ბატონო, მადლობას ვახსენებთ მოწვევისთვის. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ გალობის უნივერსიტეტი მათ შემდეგ, რაც შარშან ჩვენ გავიარეთ ავტორიზაცია და მივიღეთ პროგრამებზე აკრედიტაცია, მას შემდეგ, მანამდეც, მაგრამ ეხლა უფრო წელს გავაყრმავეთ საერთაშორისო მიმართულებით ჩვენი მუშაობა სხვადასხვა უნივერსიტეტებთან. და ერთ-ერთი არის ეს აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტი, რომელიც პროფილის და სწავლების პროგრამების მიმართულებით ძალიან თანხვედრასია ჩვენი უნივერსიტეტთან. ამიტომ გადაწყვეტილი გვაქვს და მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით, რომ შედგეს ეს ერთობლივი Erasmus Plus-ის გასვლით პროგრამები, სადაც სამომავლოდ შესაძლებელი იქნება სტუდენტების გასვლით პროგრამებში მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, ეს იყო გარკვეული პირველი გადადმული ნაბიჯი ჩვენი მხრიდან, რომ ამ კონფერენციაზე, რომელიც ყოველ 2 წელიწადში იმართება, ჩვენ მიგვიღა მონაწილეობა. ჩვენ გავაგზავნეთ შესაბამისი საკითხები, თემები და მოხდა ჩვენი მიწვევა ჩემი და სტუდენტების. რაც შეეხება თავად თემებს, როგორ შეარჩიეთ, თქვათ, რა უფრო დიახ, ეს თემები მორგებული იყო იმ საკითხებთან და იმ პროგრამასთან, თვითონ რაც კონფერენციას ჰქონდა შემოთავაზებული. მარადისობა, ასე ერქვა ამ კონკრეტულ კონფერენციას, წლევანდელ კონფერენციას და ჩვენ შესაბამისი თემები მოვამზადეთ. ეს იყო პირველი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ჩვენი უნივერსიტეტის ასეთი ფართომასშტაბიანი და ესეთი მანამდე კი იყო ესეთ დისტანციური მიმოწერები, მაგრამ ეს იყო უკვე პირადი შეხვედრა და დაიგეგმა ალბათ შემდგომში. დაიგეგმა, რა თქმა უნდა, შემდეგი უკვე რა მოხდება, ჩვენ შემოდგომაზე უკვე ვგეგმავთ, რომ 2 სტუდენტი ალბათ გავაგზავნოთ. ესეთი საწყისი ნახევრად ოფიციალური გასვლითი პროგრამით. შემდეგ ალბათ მათგანაც მივიღებთ სტუდენტებს და დაიწყება კი ბატონო. კითხოთ სტუდენტებს, პირველ რიგში სანამ უშუალოდ ამ ფინეთში გამართულ კონფერენციაზე ამ თქვენს მოგზაურობაზე კითხავთ, მინდა თქვენგან მოვისმენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რამდენად ნაყოფიერია, რამდენად საჭიროა თქვენთვის, როცა უნივერსიტეტი ესე ზრუნავს, აი გასვლით პროგრამებზე, ამ საერთაშორისო პროცესში ჩართულობაზე და რას გმატებთ ეს თქვენ და შემდგომ ასევე მოგვიყევით აი მოგზაურობაზე დავიწყოთ თქვენით. პირველ რიგში მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის პირადად, იმიტომ რომ უნივერსიტეტი ძალიან ზრუნავს თითოეულ სტუდენტზე, იმის მიხედვით რა შესაძლებლობები გაქვს გაძლევს საშუალებას, რომ მაქსიმალურად გამოიყენო, შენი თავი წარადგინო და ჩვენც მოგვეცა ეს საშუალება, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადაუხადო უნივერსიტეტს, რომ ყველანაირად შეგვიწყო ხელი, რომ წავსულიყავით და მივიღეთ ძალიან დიდი გამოცდილება. პირველ რიგში რა თქმა უნდა, ვნახეთ ქვეყანა, გავიცანეთ იქაური კულტურა. შევიძინეთ ახალი მეგობრები, დიდი გამოცდილება და საკუთარი თავის რწმენა უფრო მეტის, რომ უფრო მეტი შეგვიძლია. და თქვენთვის რა იყო საინტერესო აი ამ მოგზაურობაში და? ჩემთვის საინტერესო იყო თვითონ თემები, რაც მომხსენებლებმა წარადგინეს. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ძალიან ბევრი ტრადიცია გვაქვს, რომელიც უნდა ვაჩვენოთ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს. ჩვენ შევარჩიეთ საშობაო რიტუალები და ალილოს ტრადიცია საქართველოში. ნიმუშებით წარმოუდგენთ? როგორ? ნიმუშებით წარმოუდგენთ? იმიტომ რომ ჩვენი სიმღერა, ქართული ტრადიციული სიმღერა ისეთი არის, რომ აუცილებლად უნდა ნახოს ყველამ. ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენმა სიმღერამაც, ჩვენმა თემამაც და
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ჩვენმა სამოსმა, რომელიც იყო ტრადიციული და ამ კუთხითაც გავამახვილეთ ყურადღება, რა თქმა უნდა. მადლობა მინდა მოვუხადო გალობის უნივერსიტეტს, იმიტომ რომ ასეთი შესაძლებლობა მოგცა და ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და ვიმედოვნებ, რომ გაგრძელდება და ყოველ წელს აქტიურად შევუერთდებით ამ პროცესს. კარგი რამთქვი თქვენ, რომ მაქსიმალურად უნდა წარმოვაჩინოთ, რამდენიმე დღის წინ ფილარმონიაში ქართული ხმების კონცერტი ფესტივალი და ბატონი თემურ ქეფხიშვილის ესეთი გახსენება იყო და გამოსცენ ადრეს მოსვენილი ქონდა გენიალურ ამის ამბავს, ხო, ეს საუკუნის ხმა რომ ქართულს უნდა ეწეროს სახელი გვარი და რომელ ხმას ვღერის. ყველას უნდა ეწეროს რომ ყველა უნდა ვღეროდეს. მართლა ფანტასტიკურია, იმიტომ რომ და ესეთ რამის ამბავს რომ თუ ვინმეს რამით ჯობი ვართ ეს არის ჩვენი უნიკალური მართლა სიმღერა და ამ კუთხით რა თქმა უნდა ყველა ესეთი აქტივობა მნიშვნელოვანია და გალობის უნივერსიტეტი ძალიან ბევრს მუშაობს ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია მქონდა ბედნიერება მეც გახდით რამდენჯერმე ამ საერთაშორისო პროექტებში და ზურა მოდი აი კიდევ ერთხელ გამომხულოთ ყურადღება იმაზე ესეც ერთ-ერთი ეს რაც ჩვენ კონფერენციაზე საუბრობთ ამის გამომდინარე რაც ახლა მინდა კითხოთ ის საშუალებები, შესაძლებლობები, რასაც თქვენ სთავაზობთ სტუდენტებს, გარდა იმ მაღალი დონის სწავლებისა და პროფესიონალებისა, თქვენი დაწყებული სხვებით, ყველა საშუალებას თავის სტუდენტებს საუბრობთ ალბათ, რითაც მათ ეძლევათ მაქსიმალურად მათი უნარების განვითარების შესაძლებლობა, ასპარეზი. რა თქმა უნდა. კი ბატონო, იმ სასწავლო პროცესის გარდა, რაც უნივერსიტეტში მიმდინარეობს და ის სავალდებულო საგნები, რაც უშუალოდ დაკავშირებულია ჩვენ მიმართულებათან, ქართულ ტრადიციულ მრავალხმიანობასთან, საეკლესიო და ხალხურ სიმღერასთან, ასევე როგორც მოგახსენეთ, ჩვენი უნივერსიტეტი ფართოდ მუშაობს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, რა თქმა უნდა, ჩვენ ადრეც ქონდა ეს გასვლითი, მაგრამ აი ახლა უკვე იწყება ეს ოფიციალურ დონეზე Erasmus Plus-ის პროექტის ამოქმედება, როგორც თქვით და ის რომ აი ჩვენი კულტურა ჯერ პირველ რიგში რომ ჩვენმა სტუდენტებმა იცოდნენ რა ხდება სხვაგან, რა ხდება სხვა საეკლესიო მუსიკებში, მუსიკის მიმართულებით, არა მხოლოდ მართლმადიდებლურია მათ შორის, ზოგადად ქრისტიანულ მუსიკაში და აქედან გამომდინარე და ამასთან ერთად რომ სხვა უნივერსიტეტებიც დავაინტერესოთ ქართული ტრადიციული პოლიფონიით. ჩვენ კი ხვდებით და ვიცით რომ დღეს ძალიან ფართო ევროპაშიც, ამერიკაშიც ბევრგან ძალიან პოპულარულია უკვე ქართული ტრადიციული მუსიკა, მაგრამ ამ სამეცნიერო მიმართულებით აი უნივერსიტეტებში ჯერ კიდევ არ არის ისე ბოლომდე ფეხმოკიდებული და ზოგიერთი სხვა კულტურის ეს მართლმადიდებლური მიმართულებით ცოტათი უფრო გჯობნიან პოპულარობის თვალსაზრისით. ამიტომ ესე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ მიმართულებითაც გავძლიერდეთ არა მხოლოდ ჩვენთან გასაგებია უკვე ყველამ ვიცით რაც არის როგორც არის უნივერსიტეტი არსებობს და საერთაშორისო მიმართულებითაც ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდენტებისაც რომ ჩვენი სტუდენტებისათვის რომ პირველ რიგში მოვიზიდოთ ისინი და შევთავაზოთ მაქსიმალური მართლაც იმ მიმართულებით რასაც შეიძლება მისცეს ტრადიციული მუსიკასთან ურთიერთობა. ასე მნიშვნელოვანია ის რომ შიდა დაფინანსება აქვს გალობის უნივერსიტეტს, რაც ხელს უწყობს რა თქმა უნდა რომ საერთაშორისო ასპარეზზე ასე ვთქვათ. გასაკვირველია კი ბატონო ეს უნდა აღნიშნოთ რომ ეს ხარჯები თავიდან ბოლომდე გაღებული იქნა უნივერსიტეტის მიერ. და ეს არის ძალიან დიდი ხელშეწყობა და შესაძლებლობა და ეს კიდევ ერთხელ კარს უხსნის ყველა სტუდენტს და აბიტურიენტს სამომავლოდაც და ასევე არა მხოლოდ მათ, არამედ პროფესიულ მასწავლებლებსაც რომ მეტად იმუშაონ ამ თვალსაზრისით და გაძლიერონ ეს მიმართულება, რა თქმა უნდა. თქვენთვის პირველი იყო ესეთი უნივერსიტეტიდან მოგზაურობა, გაცვლითი სხვა კულტურასთან შეხება, სხვა კოლეგებთან თქვენ ერთ დაინტერესებულ, შეიძლება სხვა ქვეყნის, მათ შორის არა მართლმადიდებლურის, მაგრამ მუსიკას დაინტერესებებს პირველი იყო თუ არა და ამაზეც მითხარით ურთიერთობები, რომელიც დამყარდა იქ. ჩემთვის პირველი იყო სხვა დროს ყოფილვარ უბრალოდ ვიყავი ანსამბლიდან წასული, მაგრამ როგორც ესეთი რომ უნივერსიტეტიდან ეს სწავლის პროცესში პირველი იყო და უნდა ვთქვა რომ აი ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ფაქტობრივად აი ძალიან ბევრი რამე შეცვალა მიმართულებების სხვაგვარად დამანახა და ძალიან დიდი შესაძლებლობების არეალი გავხსნა. აი განვითარების კუთხით კიდე მინდა ამაზე გავამახვილოთ ყურადღება ჩვენი სხვადასხვა მიმართულებით ვისაუბრეთ, რაც ახლა შეგვეძლო თუმცა პერიოდულად ჩვენ თუმცა ეთერს და ზურამაც აღნიშნა და აი ესეთი თუნდაც ერთი რიგითი გასვლა, ხო, რიგით გულისხმობ ერთი კონფერენციაზე მონაწილეობა, რა საშუალებას ეძლევას განვითარების კუთხით, გარდა იმ სწავლის პროცესზე, რაც აქ ვიცი რომ ძალიან მაღალ დონეზე მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის უმაღლესი პროფესიონალების მიერ. ერთია ჩემი აზრით, რას ვსწავლობთ და რას ვუზიარებთ, თუნდაც
ქართველს და მით უმეტეს უცხოელს. პასუხისმგებლობა იზრდება თუ რა არა? თქმა უნდა, პასუხისმგებლობა იზრდება. პირველი იყო ჩემთვის ეს გამოცდილება. ნერვიულობდით კიდეც, მაგრამ ისეთი გარემო შეიქმნა იქ ყოფნის დროს, რომ ეს დაძაბულობა, ნერვიულობა მოგვეხსნა მე და გვენცას და მაქსიმალური დავდეთ მართლა საკუთარი თავების და ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია, როგორც გითხარით და შემდეგ უკვე კონფერენცია რო დავასრულებთ, სხვადასხვა კითხვას გვისვამდნენ ზოგადად ჩვენი ქვეყნის შესახებ, გითხრეს რომ სხვადასხვა კუთხეში უმოგზაურიათ მათ და ანუ იცოდნენ ჩვენ კი, რა თქმა უნდა და სხვათა შორის კი ძალიან ბევრი იცოდნენ საქართველოზე და რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტი სიყვარულით გისმენდნენ კიდევაც და ალბათ გაუჩნდათ კიდევ უფრო მეტი სურვილი იმის რომ ჩამოსულიყო. ჯერა თქვენი მოხსენების, თქვენი სამოსის და თქვენი წარმოდგენილი ნიმუშების მე უფრო დაინტერესდებიან ჩვენი კულტურა. კი, რა თქმა უნდა, ბევრი მათგანი როგორც აღნიშნეს გოგონებმა, იყვნენ ამყოფები უკვე საქართველოში უმოგზაურიათ, ქონიათ შეხება, მაგრამ ეხლა ამის მერე კიდევ უფრო მეტი ინტერესი და უკვე საომავლოდ დაიგებმა რაღაცეთ. მადლობას გიხდით მოგზაურობისთვის, წარმატებას გისურვებთ, ვიცით რომ ბევრი პროექტია, შიდა თუ საერთაშორისო ასპარეზზე დავდვართ ყოველთვის ჩვენი ეთერი ღიაა და გელოდებით და წარმატებას გისურვებთ მოგზაურობისათვის. შევახსენოთ ჩვენი სტუმრები. სიამოვნებით, კალვის უნივერსიტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბატონი ზურაბ წკრიალაშვილი და სტუდენტები გვანცა მაისურაძე და ანა თადილაშვილი.